მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს და საგანგებოდ მინდა სწორედ ახალციხიდან მივმართო მას. მივმართავ კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს უამრავი შემთხვევა ჩვენი ყველა საერთო ფულის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის. თავად აუდიტს თავის ანგარიშებით აქვს გამოქვეყნებული და დადასტურებული, მაგალითად 22 წელს ზარალი დაახლოებით 24 მილიონი იყო, ხარვეზების შედეგად მიღებული სახელმწიფოსთვის, მიყენებული სახელმწიფოსთვის 23 წელს იყო 21 მილიონი. სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს ანგარიშებს, მაგრამ არ იცვლება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის უამრავი შემთხვევა, ფაქტი და პრაქტიკა, რომელიც გვაქვს. ერთ-ერთი იყო და არის ძალიან საინტერესო რუსთაველის 124 კლუბის შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად დაახლოებით 300,000 ლარი დაიხარჯა და პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ გადაუყარეთ ეს ფული, იმიტომ რომ თავიდან გამოცხადდა ტენდერი, თითქოს უკვე გარემონტებული უნდა ყოფილიყო, ეხლა თავიდან გამოცხადდა ტენდერი და ტენდერი ცხადდება, უკვე უნდა დემონტაჟი მოხდეს და შემდეგ თავიდან აშენება. და ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. თავად აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის არასწორად ხარჯვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და არ გვაქვს ინფორმაცია, როგორი შედეგებით სრულდება შემდეგ მათი მიმართვები თუნდაც სამართალდამცველებისადმი, იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, ამბობენ, რომ თავადაც აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ მიმართავენ, მაგრამ როგორ დასრულდა ეს, რა შედეგი დადგა, გაითვალისწინა თუ არა მუნიციპალიტეტმა რეკომენდაციები, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეის მონაცემებით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შინაარსის შესახებ, მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია პრაქტიკა შეიცვალოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიში მოგვახსენოს და გითხრას, როგორ იპარავენ ჩვენ ფულს, არამედ იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალოს. იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი საჯარო ყველა საერთო ფული მოხმარდეს საჯარო ინტერესებს, ისეთ ინტერესებს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნას და საჭიროებას უპასუხებს და არა რაღაცა კონკრეტული ჯგუფის, იმიტომ რომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევებით შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის კონკრეტული ჯგუფებისთვის ჩატარებული ტენდერები, რომლებიც არიან ლოიალურად განწყობილები ხელისუფლებისადმი და ასე ყიდულობს ხელისუფლება ამ ადამიანების ლოიალობას, რომ მათ აძლევს საშუალებას ჩვენს ხარჯზე მოიპოვონ ფინანსები, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფინანსები წაიღონ თავიანთ სახში, ან მერე შავად და შეწირულობად ამ პარტიას დაუბრუნონ. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც წლებია გვაქვს და ჩვენ არ ვხედავთ ამ პრაქტიკის შეცვლის მცირედ ნიშა-წყალსაც. თუ ვიტყვით იმას, რომ 22 წელს იყო 24 მილიონის ზარალი მთელი სახელმწიფოსთვის მიყენებული, 23 წელს 21 მილიონი, 3 მილიონი, ეს არ არის იმის მაჩვენებელი სხვაობა, რომ რაღაცა ტენდენციები შეიცვალოს.